გიორგი, დასრულდა ეს წუთია მატჩი თბილისის ინტერისა და გდანის აკადემიის გუნდებს შორის და ეს მატჩი დასრულდა მეტოქის გამარჯვებით. აი იქ რაღაც კურიოზული გოლი გავიდა, ამის შედეგად მოიგო გუნდმა, თორე უპირატესობას არ ფლობდა. Რაღაც თქმა უნდა მეტოქე, თუმცა ბოლომდე შეინარჩუნა ეს მატჩი და თუ შეიძლება რომ უამბოთ ტეტელაევის მაყურებელს ამ თამაშის შესახებ. თავიდან არ გაგვიმართლა და მე ცოტა უფრო კარგად ვითამაშეთ და შეტევაში წავედით, მაგრამ არ გაგვიმართლა და თავით პირველივე წუთზეც კურიოზული გოლი გავუშვით. დიახ, გიორგი, ქონდა მთელი თამაშის განმავლობაში ინტერს, რომ გაექვითა შეხვედრაში ანგარიში და წინაც გასულ იყო აი იქ საჯარიმო შორეული დარტყმა და ხარიხა მიხსნა ძელმა, ზემოთა ძელმა მეტოქის კარი და აი როგორ გაიხსენებდით აი ამ მომენტს, აი მანდაც უბრალოდ კარგად დავარტყით, მაგრამ უბრალოდ არ გაგვიმართლა რა, როგორც სხვა შემთხვევებში. დიახ და აი მორიგი შეხვედრები, სტარტი აიღო დღეს მარაკანაზე ამ ტურნირის და აი ინტერი როგორ შეხვდება, როგორ მოემზადება, აი რომ უამბოთ მაყურებელს. მაყურებელს პირდები რომ უფრო ძლიერები დაუბრუნდებით და ან ჩემპიონატს მოვიგებთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ინტერვიუსთვის, მე მომავალში წარმატებებს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. ალექსანდრე, აი დასრულდა რამდენიმე წუთის წინ მატჩი თბილისის ინტერისა და გდანის აკადემიის გუნდებს შორის შეხვედრა. ძალიან საინტერესო მატჩი იხილა აქ მყოფმა მაყურებელმა და ასევე ტეტელაევის პირდაპირი ეთერის მეშვეობით და თუ შეიძლება რომ შევაფასოთ დღევანდელი შეხვედრა. კარგი თამაში იყო, მაგრამ დაუმარცხდით, ჩვენ აუცილებლად გამოვასწორეთ ჩვენ შეცდომებს და აუცილებლად მოვიგებთ შემდეგ თამაშებს. დიახ და აი მატჩის პერიპეტიებს რომ მივყვეთ, ხო, ინტერს ქონდა რამდენიმე მომენტი, საგოლე ეპიზოდი ქონდა და აი მაინც რა დააკლდა, ხო, თბილისის ინტერს კიდევ ერთხელ აღსანიშნავია გავიხსენოთ ის მომენტი, რომ ხარიხა მიხსნა მხოლოდ მეტოქის კარი. თუ შეიძლება რომ ამის შესახებ რო ბრძანო. ცოტა გვაკლდა მაგ გოლამდე, მაგრამ არ გაგვიმართლა როგორც სხვა მომენტებში და არაუშავს ჩვენ ამ ყველაფერს გამოვასწორებთ და შემდეგ თამაშებზე გვირდებით რომ მოვიგებთ და ვიბრძოლებთ. მე დიდ წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, კარგად. ალექსანდრე, დასრულდა მატჩი, თბილისის ინტერი ხვდებოდა გდანის აკადემიას და ძალიან კარგი თამაში ვიხილეთ და აი რა სიტყვით სასტარტო მატჩი იყო ინტერის ამ ტურნირში 2026 წლისა და თუ შეიძლება რომ შევაფასოთ დღევანდელი შეხვედრა. თავიდან ცოტა არ გაგვიმართლა და გოლის გაგვივიდა, მაგრამ ჩვენს ქონდა ბევრი მომენტები. მაგრამ მანდაც არ გაგვიმართლა. და გვიდევით რომ ჩვენ ძალიან ძლიერები დავბრუნდებით შემდეგ თამაშებში. დიახ და აი ეს თამაშის სტარტზევე პირველივე წუთზე მიიღო ინტერმა სამწუხარო, აი კურიოზული გოლი კიდევ ერთხელ უნდა ითქვას და აი ამის შემდეგ გონდა გუნდს რა თქმა უნდა გაეთანაბრებინა ანგარიში და წინაც გასულიყო და მაინც აი რა დააკლდა, აი რო ვთქვათ ინტერს, ხო, იქ უპირატესობას ფლობდა თქვენი გუნდი, თუმცა დაიცვა ბოლომდე თავი მეტოქემ, ხო? დიახ, რა თქმა უნდა ქონდა კიდე გეტყვით რომ ბევრი მომენტები, მაგრამ მანდაც ვეშველთ გოლის გატანა და შემდეგ თამაშებს მოვიგებთ და გვირდებით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის, მე წარმატებებს გისურვებთ. დათირ, დაახლოებით 15 წუთის წინ დასრულდა მატჩი. პირველ ტურში თბილისის ინტერი ხვდებოდა გდანის აკადემიის გუნდს და ძალიან კარგი შეხვედრა იხილა აქ დამსწრე საზოგადოებამ და რა თქმა უნდა ინტერის ერთგულმა მაყურებელმა, აი ტეტელაევის მეშვეობით და თუ შეიძლება რომ გავიხსენოთ დღევანდელი შეხვედრა. თავიდან არ გაგვიმართლა, ძალიან ცუდი გოლი გაგვიტანეს. შემდეგ ძალიან ბევრ ხარიხასაც გავარტყით. უიღბლობებიც იყო, მეკარე მას კაი გოლები, კაი ბურთები აგვიღეს და მცველემას კარგად ითამაშეს. დიახ, კი, მინიმალური ანგარიშით წააგო ინტერმა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჯობნი და ზოგიერთ მონაკვეთებშიც და
აი გამართლებაც უნდა ხო იქ ძელმა იხსნა მეტოქე შორეული დარტყმა და ხარიხას გაარტყით ბურთი და ეს რო გასულიყო სულ სხვა თამაში წავიდოდა და აი მაინც შეიძლება ითქვას რომ რას ეტყოდით მაყურებელს აი მომავალ შეხვედრებში ინტერის აი ახლა ჩაერთო ინტერის საქმეში სტარტი აიღო ტურნირმა ინტერი ჩაერთო ამ ტურნირში და თუ შეიძლება რომ მომავალ შეხვედრებში აი რას პირდებით თქვენს გულშემატკივრებს მომავალ შეხვედრებში გამოვასწორებთ ჩვენ შეცდომებს და უფრო ვეცდებით რომ მოვიგოთ, უფრო ვიბრძოლებთ და იმედია მოვიგებთ ტურნირსაც. მე წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრებში ზოგადად სეზონში და ბევრი სამი ქულა აგეღოთ და ჩემპიონი გამختარიყავით. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ნახვამდის.